იმედია მალე გამოიდარებს. Მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენებით საკმაოდ განებივრებულები ვართ, თუმცა სიურპრიზები ისევ გრძელდება. Დავით გარეჯის კომპლექსში დარბაზული ტიპის სამლოცველო აღმოაჩინეს, ეს სამლოცველო საუკუნეების განმავლობაში დოდორქის მონასტრის წიაღში იყო ჩამალული. Ცოტა ხნის წინ ის მონასტრის ბერებმა იპოვეს და ამ აღმოჩენამ მეცნიერების განსაკუთრებული ყურადღებაც მიიპყრო. სპეციალისტების ცნობით ისტორიულ და სამეცნიერო წყაროებში ასეთი ძეგლი აღნიშნული არ არის. უძველეს ძეგლზე აღმოჩენილია უნიკალური ფრესკები, თიხის ჭურჭელი და ადამიანის ძვლები. ძეგლის კონსერვაციის სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. სამლოცველოს, რომელიც დოდორქის მონასტრის ბერებმა რამდენიმე დღის წინ შენიშნეს, სპეციალისტები პირველად აფასებენ. ყველა თანხმდება, რომ აღმოჩენა უნიკალურია. ნახეთ, საკურთხეველში ეს საკურთხევლის კონქია გამოსახული არის ღვთისმშობელი და მის გარშემო არის წმინდა ღვთისმთავრები. ასევე გამოყენებულია ზოგიერთი ესეთი შარავანდის გაფორმებაში ფურცლოვანი ოქროც. მონასტრის ბერებმა თავდაპირველად პატარა სარკმელი დაინახეს, თუმცა თითქმის ხელუხლებელი სამლოცველოს აღმოჩენას არ ელოდნენ. გარდა უნიკალური ფრესკებისა, სამლოცველოში აღმოჩენილია ძვალსალაგი, რომელშიც ადამიანის თავის, ქალისა და ბარძაყის ძვლები ინახებოდა. ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს კერამიკული ჭურჭლის ნამსხვრევები, რომელიც სავარაუდოდ მე-11 საუკუნით უნდა თარიღდებოდეს. ძეგლის უკეთესად შესწავლამდე სპეციალისტები მისი გამაგრების აუცილებლობაზე საუბრობენ. პირველ რიგში აუცილებელია მათი იმ შენესწინობა, რადგან მოხატულობა იმის გამაგრება, პირველი რიგის რომ არ გადმოიქცეს, არ ჩამოიქცეს და არ დავკარგოთ ესანიშნავი განძით. თავდაპირველად სწორედ ძეგლის გამაგრების სამუშაოს გეგმავს სახელმწიფოც. ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ შევისწავლოთ, მოვახდინოთ კონსერვაცია, თუ რამე დაზიანებები არის და სრულიად დავადგინოთ და ჩათვალეთ ახალი ტაძარი არის ამ სამონასტრო კომპლექსში. ეს არა მარტო დოდოსურქის სამონასტრო კომპლექსისთვის მნიშვნელოვანი, არამედ გარეჯისთვის, ზოგადად მთლიანად უდაბნოსთვის და მთელი საქართველოსთვის. სპეციალისტების პირველადი შეფასებით სამლოცველოში არსებული ფრესკები მე-13 საუკუნისაა, თუმცა ისინი არ გამორიცხავენ, რომ თავად ნაგებობა გაცილებით ადრინდელ პერიოდს მიეკუთვნებოდეს.